გამარჯობათ მეგობრებო. ერთი ასეთი კითხვა მინდა გავაზიარო და გთხოვთ ყველა მიიღოთ მონაწილეობა მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გაინტერესებთ ეს კითხვა. ძალიან საეჭვო დაბრუნებენ ანწუხელიძეს გვარსახელს და იყენებენ ქვეყნის მტრები და მე გამიჩნდა ასეთი ეჭვი უკვე ერთი რამოდენიმე წელია, რომ ანწუხელიძეს როგორც ცხონებული მინდიაშვილი ვირუს რო ეძახდნენ და უაშკაცესი ქართველი რო იყო, როგორც მაგით ჩამოიყვანეს სტუმრად თბილისში დააზინეს და ისე გადასცეს, ესე ხო არ მოხდა ანწუხელიძის შემთხვევაშიც, იმისთვის რომ მე მოწინააღმდეგე მხარეს ჩვენ თავისი მეხუთე კოლონისტვის გადმოეცა ეს ფრაგმენტები აი ამ წამების, იმისთვის რომ მე ისევ მოღალატეებს გამოეყენებიათ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მაგ კითხვა როგორ მოხდა ტყვეობაში ჩვენი გმირი ვაშკაცი, 2 მეტრიანი უვაშკაცესი ბიჭი, რომელიც რომ მე მართლაც გმირულად შეაკვდა მტერს, ტყვეობაში როგორ მოხდა ტყვეობაში ანწუხელიძე. ძალიან გთხოვთ ოჯახის წევრებს მაპატიოთ ამისთვის, მაგრამ ფიქრობ, რომ თქვენთვისაც ძალიან საჭირო თემა არის მაგე. უნდა იცოდეთ თქვენი ოჯახის წევრი, შვილი, ძმა, ქმარი და როგორ მოხდა ტყვეობაში. ეს არის აუცილებელი. მე პარლამენტში დავუსვი მაგი უშიშროების მინისტრს. ეს კითხვა პასუხი გაუცემელი დატოვეს და არა მარტო ერთს დავუსვი, ერთ მინისტრს, მაგი ყოველ მოსვლაზე უსვავდი ამ კითხვას. რატომ როგორ მოხდა ანწუხელიძე მტრის ხელში? ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ და დასვით ყველამ ეს კითხვა. აი როგორც მე ვსვავ ახლა კითხვას, როგორ მოხდა ანწუხელიძე ტყვეობაში? გთხოვთ ფაქტებით გვიპასუხოთ, ვისაც ეს ევალება. მადლობა დიდი.